ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რწმენის სრულყოფისათვის ზრუნვის შესახებ. ამ თემას გარკვეულად წარმოაჩენს და ჩვენთვის საჩინო ჰყოფს სულთმოფენობიდან მე-9 შვიდეულის კვირადღის წირვაზე წაკითხული სახარება. ეს გახლავთ სახარება მათესი მე-14 თავის 22-დან 34 მუხლების ჩათვლით. ისტორია არის ძალიან ცნობილი ეს მონაკვეთი სახარებისეული და ძალიან ესეთი შთამბეჭდავი, ყველასთვის ძალიან დასამახსოვრებელი, თუმცა ძნელია ითქვას, რომ რომელი ნაკლებად შთამბეჭდავია, მაგრამ რაღაცა აქვს ამ ისტორიას განსაკუთრებული თავისი, ასე ვთქვათ, გამორჩეული ესეთი ღვთაებრივი ძალის გამორჩეული გამოვლენის თვალსაზრისით. ეს სახარების ეს მონაკვეთი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მოციქულები, რომლებიც ზღვაში არიან ნავით, მაცხოვარი არ არის მათთან, ამ დროს ქარიშხალი ამოვარდება და უცებ ისინი იხილავენ აი ამ ქარიშხალში, ამ აღელვებულ ზღვაში, რომელიც ნავს, ასე ვთქვათ, ჩაძირვას უქადის, დაინახავენ მაცხოვარს, რომელიც ზღვაზე მოდის. და იმდენად დაუჯერებელი არის მათთვის ეს, რომ იფიქრებენ, რომ ხომ არ არის ეს ბოროტი ძალის მანქანება, მოჩვენება და მაცხოვარი რასაკვირველია ამას ყველაფერს ხედავს მათ შინაგან მდგომარეობას და იქიდან პირდაპირ ეუბნება, ნუ გეშინინ ეს მე ვარ. ანუ აი ამითი უკვე არ წუნებს, რომ ნამდვილად მაცხოვარია. აი ამ დროს პეტრე, რომელიც გამოირჩეოდა აი ძალიან ესეთი სწრაფი რეაგირებით, სწრაფი ესე ვთქვათ, აღთოვანებით და მოშურნეობით და მგზნებარებით, უცებ იმდენად აღივსება აი ამ სიდიადით, რომ როგორია ჯერ ზღვაზე გავლა, მერე ქარიშხლის დროს და ესე იგი აი პეტრე უკვე სულში არის განცდა იმისა, რომ აი მაცხოვარი ნამდვილად ყოვლის შემძლეა, მას ემორჩილება ცადა ქვეყანა, სტიქიები, ყველაფერი შეუულია და ისიც კი შეუულია, რომ არათუ თვითონ რომ დადის ამ ზღვაზე და ამ ქარიშხალში, აი თვით პეტრეს მის მოწაფეს რომ უბრძანოს, აი პეტრე ეს სჯერა, უკვე უცებ აი ეს ძლიერი რწმენა გაუჩნდება, რომ აი მაცხოვარს ესეც შეუძლია და პირდაპირ ეუბნება, რომ აი მიბრძანე რომ მოვიდეო. ესე იგი, რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო ეს რწმენა, რომ ესე იგი მან დაიჯერა, რომ მაცხოვარს ეს შეუძლია და აღარ ეშინია. აღარ ეშინია და მართლაც ესე იგი ეუბნება მაცხოვარი მოვეთ, ანუ რომ იგი წასულიყო მასთან და გადადის პეტრე აი ამ აღელვებულ ზღვაში და მიდის, ესე იგი, ნუ აი ხა ერთია რომ ამას აკეთებს ღმერთკაცი და ნუ უნებრივია ეს ღმერთისთვის შეუძლებელი არის, მაგრამ მეორეა როცა ამას აკეთებს ადამიანი. და აკეთებს და მიდის და აი ეს არის ძალიან დიდი რამ, რომ ესე იგი მაცხოვარი ეუბნებოდა მოწაფეებს, რომ თუ ჩემი მტკიცე და ურყევი რწმენა გექნებათ, არათუ ესე იგი ის რაც მე აღვასრულე სასწაული, იმაზე მეც სასწაულებსაც აღასრულებთო და აი აქ ჩანს, რომ მართლაც თუ ადამიანი რწმენით მოქმედებს, იგი შეუძლებელს შეძლებს, როგორც ხშირად მაცხოვარი ბრძანებს, რომ შეუძლებელი კაცთაგან ღვთისამიერ ყოველივე შესაძლებელია, აი ეს ხდება აქ და ერთი სასწაულია, რომ ღმერთკაცი სტიქიებს, ასე ვთქვათ, სტიქიების ბრძანებელია და ყოვლის შემძლეა და ამას ვხედავთ ჩვენ, მაგრამ მეორეა, რომ იგი ადამიანს ხდის, ვითარცა ღმერთს, ადამიანს ხდის ასეთ ყოვლის შემძლეს,
აი ეს არის კიდევ უფრო დიდი სასწაული და რა არის ამისი საწინდარი რას ეფუძნება ეს როდის შეიძლება რომ ეს განხორციელდეს და მოხდეს ერთ შემთხვევაში როდესაც წვენა არის მტკიცე და ურყევი და აი ჩვენ ხედავთ უდიდეს სასწაულს ესე იგი ცალკე ამბავია ის რომ ესე იგი პეტრე ჯერ მაცხოვარის სასწაული მე რომ პეტრე ადამიანი გადის ზღვაზე და მიდის ამ ზღვაზე ეს უკვე დიდი სასწაული და ეს არის სწორედ აღსრულება იმ სიტყვებისა რომ ვინც ირწმუნებს ქრისტეს მისთვის ყოველივე შესაძლებელია და აქ უცებ ესე იგი ხდება საოცარი ამბავი რომ მიუხედავად ასეთი დიდი რწმენისა უცებ აი ეს რწმენა ასეთი დიდი და ძლიერი რწმენა ადამიანმა დაინახა რომ ის ზღვაზე მიდის ქარიშხალში ღელვაში და თითქოს რაღა უნდა შეარყიოს ის და აი წარმოიდგინეთ რომ აი ამ დროს რა წარმოდგენაც არ უნდა ფაქტია ესე იგი რა უნდა მოხდეს რომ ადამიანს წვენა შეერყეს და მას წვენა შეერყევა უცებ შეეშინდება აი დაიღო მოულებს ხარი და უცებ ესე იგი ადამიანის გონებაში გაჩნდება მაინც სადღაც ერთი ძალიან ცირედი ეჭვი რომ ვაიმე ხო იქნებ ვერ გავიდე ბოლომდე და იქნებ ვერ მივახციო ქრისტემდე რაღაც აი შიში გაჩნდა თუ არა დაიწყო ჩაძირვა ნუ რასაკურველია მან მიმართა მაცხოვარს რომ უფალო შემიწყალი მაცხოვარმა რასაკურველია იგი ამოიყვანა და მეხსეულად ისინი ორივე ნავში გაჩნდნენ მაგრამ ამავე დროს მაცხოვარი ეუბნება მცირედ მორწმუნეო რა ისათვის შეურგულდი ვინ არის მცირედ მორწმუნე პეტრე რომელიც ზღვაზე დადის და აი დიახ პეტრე ასეთი დიდი რწმენის ადამიანი რომელმაც ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო თავისი რწმენით რასაკურველია ღვთის შეწევრით მაგრამ მხოლოდ თავისი რწმენის მტკიცე რწმენის საფუძველზე უცებ ესე იგი კარგავს წვენას უცებ წვენაში მერყეობს და მაცხოვარი ეუბნება რატომ შეორგულდი რატომ შენში დაიწყო ეს მერყეობა მცირედ მორწმუნეო დიახ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი რწმენა როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი ნებისმიერი სათნოება ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ეს რწმენა ეს სათნოება არის ღვთისგან ბოძებული და რომ იგი მანამდე მოქმედებს ჩვენში სანამ ჩვენ თლიანად მინდობილი ვართ ღმერთზე და არა საკუთარ აზრებზე საკუთარ შეგრძნებებზე საკუთარ ძალებზე აი ეს არის რა მოხდა პეტრეში პეტრეში სწორედ ის მოხდა რომ მან უცებ საკუთარ აზრებს მოусმინა ადამიანი რასაკურველია ადამიანისთვის ეს შეუძლებელი იყო მაგრამ მან დაკარგა რწმენა იმისა რომ ის მთლიანად უნდა მიენდოს ღმერთს და აი აქ არის სწორედ ჩვენი მერყეობა რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი ვისწრაფით მისკენ მაგრამ აი ამ სწრაფვაში ჩვენ ხშირად ჩვენი ადამიანური გონება ჩვენი ადამიანური შეგრძნებები კარნახი ჩვენი გულის კარნახი ესე იგი რაღაცნაირად შემოდის და აი ამ სრულ მინდობას შეარყევს ხოლმე და აი აქ იწყება სწორედ ადამიანის დაცემა ამას ქვია დაცემა ანუ დაცემა აი იმ სიმაღლიდან რასაც ქვია ღვთის მადლში სრული ესე ვთქვათ სულის დავანება როცა ადამიანი მთლიანად შეერთებულია ღმერთთან და ეს არის ჩვენი ადამიანური სწორედ ჩვენ თუ კარგად ვაკვირდებით ჩვენ თავს ჩვენ ხედავთ რომ ხშირად არის ეს ადამიანური ნების ადამიანური სურვილების და ღვთისნების ჩვენში შინაგანად ზოგჯერ ეს გააზრებულია ზოგჯერ უფრო ხშირად გაუაზრებელია და აი რაღაცა
ხან ვამართლებთ რაღაც მიზეზებით ჩვენს აი ამ ჩვენ ნებას, რომელიც ღვთის ნებას სცილდება, ხან გვეჩვენება რომ არა ეს ღვთის ნებას არ სცილდება და თითქოს ვფიქრობთ რომ სწორედაც ეს არის ღვთის ნება. ანუ აი ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ თავარი ის არის რომ ადამიანში ეს მერყეობა სულ არის და იქნება და ეს არის სწორედ ის რაც გვეუბნება რომ ადამიანი არის პროცესში, სულიერი განვითარების პროცესში მყოფი არსება, სრულყოფისაკენ სწრაფვის გზაზე მყოფი არსება და რომ მისთვის დაცემა ეს არ არის რაღაც ესე ვთქვათ რაღაცა ტრაგედია, როგორც იოანე ოქროპირი ამბობდა. დაცემა არ არის ტრაგედია. დაცემა არის ჩვენი არასრულყოფილი ბუნების გამოვლინება. სასწაული არის ის, რომ ჩვენ აი ამ ადამიანურ ბუნებაზე მაღლა ვდგებით. ეს არის სათნოება. და ეს ფაქტიურად წმინდანობაა. ვინ არის წმინდანი? ვინც ამას ინარჩუნებს მაქსიმალურად და შეიძლება რაღაც ძალიან მცირედად ვერ ინარჩუნებს, რაც არის ძალიან მცირე, რაც შეუმჩნეველიც არის, მაგრამ ამის გამო წმინდანები ღრმა სინანულში იყვნენ, მარადის, ესე იგი, გლოვობდნენ. აი თავის სადღაც სრულყოფილების გზაზე, აი სადღაც აი ამ სისუსტეს სრულყოფილების ხარისხის, ესე ვთქვათ, შესუსტებას, აი ამას გლოვობთ. მაგრამ თავარი ჩვენთვის რა არის, რომ ესე იგი ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმისა, რომ ხანდახან ღვთის ნებას, ჩვენი ნება ვერ მიყვება, ვერ ეთანხმება, ხანდახან ეწინააღმდეგება და აი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ უნდა გავამართლოთ ჩვენი დაცემა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს დაცემაა, ეს არის ადამიანური უძლურება და ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს მოტევება. და ეს საოცარი სიტყვები დავით წინასწარმეტყველის უნდა გავიხსენოთ. მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსვლილი, გული შემოსვლილი და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოფს. ფაქტიურად არათუ დღე საათი, შეიძლება წუთიც არ გავიდეს, რომ რაღაცა ჩვენში ღვთის ნებისგან განსხვავებული ნება არ გავიფიქროთ, არ ვისურვოთ და არ მოვიმოქმედოთ. ამიტომ ეს გადადრეკილობა აი წმინდანებს რო ქონდათ, აი ეს შემოსვლება გულისა, ეს სიმდაბლე, ეს შიში ღვთისა, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური მდგომარეობა ქრისტიანისა. ადამიანი უნდა, ესე იგი, ადამიანს უნდა ახსოვდეს ქრისტიანს, ვინც ღმერთისკენ მიდის, ვინც ღვთის შვილია, რომ აი ეს პროცესი, სრულყოფის პროცესი არის, ესე ვთქვათ, აი ესეთი რთული პროცესია, ესეთი ცვალებადი პროცესი. ხან ჩვენ აი ამ პროცესში რაღაცა წინსვლა გვაქვს, რაღაც არის ეს ამაღლებული წუთები, როცა ჩვენი ნება მთლიანად ღვთის ნებას უერთდება. არის ასეთი წუთები. ასეთი წუთები არის, როცა ჩვენ რაღაც სიკეთეს ვაკეთებთ და ამის ძალას ღმერთი გვაძლევს, როდესაც ჩვენ ღვთის სახურებაში რაღაცნაირად ჩავერთვებით და აი ჩვენი შინაგანი სამყარო განიცდის რაღაც აი ამ მიახლოებას რაღაც სიწმინდესთან, სულიერ მადლთან. არის ეს განცდები, მაგრამ არის საწინააღმდეგოც. ასე რომ ეს გასაკვირი არ არის. ეს ჩვეულებრივია, მაგრამ რასაკვირველია, ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ დაშორებას, ჩვენ ისევ უნდა ვისწრაფოთ პირველ რიგში აღიარებით, რომ ეს ჩვენი გადახრაა, ჩვენი ადამიანური სისუსტისაკენ, ჩვენი, ასე ვთქვათ, ადამიანური ნებისაკენ და რომ ესე იგი ეს გვაპატიოს ღმერთმა და ისევ მოგცეს ძალა, რომ ისევ მისკენ გავაგრძელოთ ცვლა. ამიტომ თავად ეკლესიური ცხოვრების მთავარი არსი არის ის, რომ ის ამ რეჟიმში ამყოფებს ადამიანს, მუდმივი სულიერი განახლების, სულიერი სრულყოფის და ღვთისაკენ სწრაფვის და დაახლოების რეჟიმში ამყოფებს. აი ეს არ შეიძლება ამის შეწყვეტა. პატრიარქი ილია მეორე თავის გადაგებებში ხშირად ბრძანებდა, რომ ცხოვრება ეს არის მსვლელობა კიბეზე, რომლის ერთი თავიც არის, უпростоრედ თავი არის ამ კიბის სასუფეველში, ხოლო ბოლო ამ კიბის არის ჯოჯოხეთში და თუ ჩვენ ზემოთ არ ავდივართ, რა სიმაღლეზეც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით. ჩვენ ან ავდივართ ზემოთ, ან ვეშვებით ქვემოთ. ამიტომ როგორც კი ჩვენ
ესე ვთქვათ, არავდივარ ზემოთ, ანუ რაღაცა ღვთისნებას შორდებით, ჩვენ ვეშვებით ქვემოთ, აი ეს დაშვება ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც სწორედ ესე ვთქვათ, უფალთან, ღვთისნებასთან დაშორება და უნდა შევინანოთ, ვთქვათ, რომ მიზეზი ჩვენშია, ჩვენ რაღაც მივყევით ჩვენს ადამიანურს დაუჯერეთ, მოусმინეთ თუ შეიძლება უბრალოდ ვერ გაუწიეთ წინააღმდეგობა სათანადო და აი ეს უნდა შევინანოთ. უნდა ვთქვათ, რომ ღმერთო, ჩემი წყალე არასწორად მოვიქეცი და კვლავ ესე იგი აღმადგინე. და აი ისევ იწყება ღმერთთან და ესე ვთქვათ, დაბრუნების, დაახლოების და გზა სრულყოფისა, ისევ ბრუნდებით სრულყოფის გზაზე. ამიტომ ქრისტიანობა ეს არის მარადიული ასეთი ბრძოლის შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავში, აი ამ სათნოებებსა და აი ამ ცდუნებებს შორის და აი ამ ბრძოლაში მუდმივად ვინც ცდილობს რომ ასე ვთქვათ, ფეხზე დადგეს, არ შეურიგდეს აი ამ დაცემის მდგომარეობას, აი ეს არის ქრისტეს მხედარი, ეს არის მეომარი, რომელიც იბრძვის და ასეთ მეომარს რასაკვირველია ღმერთი გვირგვინით აჯილდოებს არა მარტო ზეცაში, აქაც დიდ სიხარულს ანიჭებს, იმიტომ რომ აი შეწყალება ჭეშმარიტი სინანულის მოსდევს შეწყალება და დიდი ნუგეშინისცემა. აი დიდი განახლება მოსდევს და ღმერთმა აი ჩვენს მოგცეს ძალა ამ სრულყოფისაგან, მარადიული სწრაფვისა, მარადიული განახლებისა და რომ ჩვენ აქვე ვიგრძნოთ უკვე ეს სწორედ ღვთის შეწევნის, ღვთის სიყვარულის, ღვთის შეწყალების სიტყვება, აქაც ვიგრძნოთ და რასაკვირველია გავხდეთ ღირსი მარადიული ნედარი ცხოვრებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგეხაროთ წლევანდელი სულთმოქმედობის მე-9 შვიდეულის კვირა დღე ემთხვევა ილიაობას, ჩვენთვის ეს საოცარი თარიღია, ილია წინასწარმეტყველის ხსენება, ამავე დღეს ჩვენმა ეკლესიამ დააწესა წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის ხსენება, ეს არის დღე ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ანგელოზის დღე და საოცარია რომ ეს არის დღე რომელიც წლევანდელი საიუბილეო წლის საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადების აი ამ დიდი თარიღის ერთ-ერთი ცენტრალური თარიღია დღე არის ესე იგი ამ დღეს თხუთისთავზე მეფე მირიანს გამოეცხადა ღმერთი და მან იწამა უფალი და ამის შემდეგ მოხდა მისი მოქცევა და ერის განათლება. ასე რომ ეს საოცარი დღეა, განსაკუთრებით წელს პირველად აღნიშნავთ ჩვენი პატრიარქის გარეშე და ჩვენ რასაკვირველია პირველ საათზე ვისაც საშუალება ექნება ყველა მივალთ მის საფლავთან და პანაშვიდს ესე იგი აღვასრულებთ და ძალიან დიდია ილია თესბიტელის, ილია წმინდა ილია მართლის დამსახურება ჩვენი ეკლესიის წინაშე და განუზომელია რასაკვირველია ასევე აი ამ დიდი წმინდანების მსგავსად პატრიარქის ღვაწლი და ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ რომ აი ილია თესბიტელის მფარველობა საქართველოს სადმი მისი ხალენის ჩამობრძანება ეს ნიშნავს რომ ილიას მისია თესბიტელის არის ქადაგება მეორედ მოსვლის წინ. ანუ ილიას სული ეს არის სული რომელიც შეინარჩუნ, ესე იგი ხელს უწყობს მეორედ მოსვლის წინ, როცა ყველაზე ძნელი იქნება რწმენის შენარჩუნება, აი რწმენის განმამტკიცებელი სულია. და აი ქართველ ერს აქვს ეს დანიშნულება, რომ ბოლოდ მეორედ მოსვლამდე რწმენა შეინარჩუნოს და არა მარტო თვითონ, არამედ ქადაგებელი იყოს ამ რწმენისა და ამის დასტური რომ ეს სწორედაც ასე ვთქვათ ეს ჩვენი დანიშნულება არის აი მეორედ მოსვლის წინა საუკუნეებში ვცხოვრობთ ჩვენ უკვე რამოდენიმე საუკუნე ეს დაიწყო უკვე ეს მეორედ მოსვლის წინა საუკუნეები როდესაც განდგომილება ქრისტიანულ ქვეყნებში უკვე აშკარაა და სულ უფრო და უფრო ძლიერდება აი ღმერთმა მოავლინა მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი და მე-20 საუკუნის დასასრულს და 21-ის დასაწყისში
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის და მთელი მსოფლიოსათვის იგი არა უბრალოდ წმინდანია, არამედ დიდი წმინდანია და ჩვენ ხვალ გვწამს, რომ იგი აგრძელებს ჩვენს დახმარებას ზეციდან და ჩვენ ხვალ გვწამს, რომ მისი შეწევნით ჩვენს დიდ წინაპრებთან ერთად საქართველოს ეკლესია გააგრძელებს იმ გზას, რომელ გზაზეც ღმერთმა პატრიარქი ილია მეორის წინამძღოლობით დაგვაყენა და პატრიარქი შიო მესამე სწორედ აი ღირსეულად აგრძელებს პატრიარქის გზას და მთელი სამღვდელოება ჩვენი მრევლი აი ამას გააგრძელებს და კიდევ უფრო სრულყოფს აი ამ პროცესს და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანები და იქნებიან მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მთელი მსოფლიოსათვის და ეს არის ჩვენი დანიშნულება, რომ ბოლო ჟამს ჩვენი სარწმუნოება იყოს მაგალითი ყველასათვის და განამტკიცოს აი როდესაც წრენის შენარჩუნება იქნება ყველაზე ძნელი თანხმერყეობის საფუძველი იქნება ძალიან დიდი, აი მაშინ იყოს ისეთი მაგალითები, რომელიც ადამიანებს ისევე განამტკიცებს წვენაში, როგორც პეტრეს მიეცა ეს გაბედულება, რომ ზღვაზე გაელოდა, ღმერთმა დაღლოცოდა, ღმერთმა პეტრე მოციქულის მეოხებით, ჩვენი ილია თეზბიტელის მეოხებით, წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის მეოხებით და ჩვენი საყვარელი პატრიარქის მეოხებით, ღმერთმა შეგვაძლებინოს აი ეს ჭეშმარიტი ჩვენი დანიშნულებისაკენ მიმავალ გზაზე მუდმივი სრულყოფა, რათა შევძლოთ ამ დანიშნულების ღირსეულად აღსრულება ღვთისა და ღვთისმშობლისა და ჩვენი დიდი წინაპრებისა და დედა ეკლესიის და ერის წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი.